ანონიმუსი $2 ნიკო გამარჯობა რთულ მომენტს მივადექი ცხოვრებაში ერთი ადამიანი მიყვარს 10 წელია დრამა გველოდება მეგობრებო მოემზადეთ დრამა გველოდება ნიკო გამარჯობა საკმაოდ რთულ მომენტს მივადექი ცხოვრებაში ერთი ადამიანი მიყვარს 10 წელია და ეხლა კი თხოვდება ქორწილშიც კი დამპატიჟა 1000 ჯერ მაქვს ნათქვამი ყველაფერი და აზრიც არ აქვს ვიცი, არ ვიცი როგორ მოვიქცე, წავიდე თუ არა, ან საერთოდ როგორ დავივიწყო. აი ფრანგულად შემიძლია გიპასუხო რა. Tu dois complètement oublier cette salope. თლიანად უნდა დაივიწყო ეგ აი არ ვიტყვი იმ სიტყვას. მაგრამ როგორ ხო ხდები, ანუ შენში არის უკვე პრობლემა. პირველ რიგში ის მაინც გააკეთე რომ გააქრო შენი ცხოვრებიდან მთლიანად. არ ვიცი, შეიძლება იყოს კოლეგა, შეიძლება იყოს ვინმე ის, არ ვიცი, ვისთანაც გიწევს შეხება. არ მაინტერესებს მიატოვე სამსახური, გადადი სხვა სახლში. შეიცვალე უბანი, რამე ქენი. მაგრამ პირველ რიგში ეგ თუ ჯერ ერთი მომისმინე საკუთარ თავს რამდენად არ სემპატიუს, რომ ვიღაც გიყვარს 10 წელია, ვინც ახლა თხოვდება საერთოდ რომ გადარდებს. მოსტყვნია პატრონი მენტალიტეტი რომ არ გაქვს. არ ვიცი, ან ტყუილად მიყურებ, არ ვიცი, ახალი თუ ხარ კიდე ხო, მაგრამ ტყუილად მიყურებ, ანუ გადახედე ვიდეოებს, იქ დახურულ ტელეგრამზე ხო, ანუ მთელი ის არის. არმია მსგავსი ვიდეოების, ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. გაწევრიანდი ჩვენ სახლზე, დეუს მანდაც ვიდეო თემატური. მართლა არ გეკადრება, ეგ არის უკვე შენი პრობლემა, ანუ ჩათვალე რომ თავში გაქვს რაღაცა არასწორად მოწყობილი. რატომ არ გიყვარს შენი თავი ისე, რომ ამდენი ხანი გიყვარს ადამიანი, ვისაც არ უყვარხარ? ეგ რამე სათნოება გგონია? გგონია რომ ეგ რამენაირად არ არის ბრაკი, ტვინის, რაღაც დისორდერი, რაღაცა დეფექტი? მართლა გგონია რომ ეგ არ არის დეფექტი, არის დეფექტი. ეჭვი მაქვს რომ შენს ცხოვრებას არაფერს არ უშვები. ამას ვასკვნე, იმიტომ რომ ორი დასკვნა უნდა იყოს, რომ ერთი სერიოზულს არაფერს არ უშვები შენს ცხოვრებას, არცად არ მიყავს, არანაირი დიდი სულები არ არის, ან მეორე ის, რომ ნუ დეფექტი გაქვს და ფსიქიატრთან უნდა მიხვიდე. პირდაპირ გაგებით. თან 10 წელი ამ დეკადა. ანუ დეკადა. და თან შეიძლება ახლა გგონია კიდეც, რომ მან რაღაცა ღვთაებრივი და რომანტიკული არის. არა მეგობარო, რამოდენიმე კვირაში ან დღეში ვიღაცა კაცი, რომელმაც უკვე არაერთხელ გაიგდო საწოლში და რომლისგანაც შეიძლება უკვე აბორტიც აქვს გაკეთებული. კიდევ ერთხელ გაიგდებს და შემდეგ მთელი ცხოვრება. და იმაკ ხორცზე სხვის სახმარ ხორცზე წყდება გული, ანუ გამოფხიზლდი, ცოტა თავი ხო არ დაარტყი რამეს მართლა. როგორ მოიქცე? თავადაც იცი როგორ მოიქცე. ჩემგან თუ мотиваცია გინდა რომ ეგ გააკეთო მართლა, კაი გაძლევ мотиваციას. დაკავდი რამით, სადმე წაიყვანე შენი ცხოვრება, რამე საქმიანობა აარჩიე. რამეში ჩადევ ნება. და მეორე კიდე გააქრე ეგ ადამიანი მთლიანად აცადე იმასაც ცხოვრება და შენს თავსაც რა. წაშალე ყველაფრიდან, გადადი სხვა უბანში, დატოვე სამსახური. აქციაზე გადი, სხვა გოგოებსაც შეხედე, დაინტერესდი მაინც, არ ვიცი, დაეკონტაქტე სხვა გოგოებს. გაესაუბრე. თან რამდენი გოგო არის, იცი ავადმყოფო, იცი რამდენი გოგო არის, ვინც ეხლა აი ეგეთ სიყვარულს დაგიფასებდა. იცი რამდენი გოგო არის ახლა, ეგეთი, რომელზეც უარს ამბობ, იმიტომ რომ ვიღაცა ძუკნას მისტირი. ვიღაცა ძუკნას. და ამ დროს აიგნორებ იმ კარგ გოგოებს, რომლებიც ესეთ სიყვარულს დაგიფასებდნენ. ამორალურია უბრალოდ, რასაც აკეთებ და ცუდი არის. დაკავდი რამით ცხოვრებაში. და თან ცოტა გაიხედ გამოიხედე რა და გაწევრიანდი დახურულ არხზე, იმიტომ რომ დევს თემატური ვიდეოები და დაგეხმარება. როგორ შეიძლება მაგდენად გძულდეს შენი თავი? და კარგი იქნება თუ დაჩეკაო, მართლა კარგი იქნება თუ დაჩეკაო მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ახლა შვილი რომ მყავდეს, იმ შვილის თავს დავდებდი გილიოტინაზე, რომ შენ ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვს მშობლებთან. აი მაგაზე დავდებდი, არ ვიცი, ქვეყნის ბედს დავდებდი. შვილის სიცოცხლეს დავდებდი, იმიტომ რომ შეუძლებელია
რომ მშობლებთან გქონდეს კარგი ურთიერთობა და ასეთი ყლეობით იტანჯებოდე 10 წელი. კაი 10 მაინც არ გეთქვა. ნუ აი ეგეთი რამე არ არსებობს, ვერ იპოვი ეგეთ ადამიანს, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს, ან თუ დაიღუპნენ მშობლები, ჰქონდა ვინც 10 წელი ვიღაცა ძუყნას მისტირის. ხო ხდები? იმიტომ რომ თუ კი შენ კარგი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან, და მშობლებისგან იღებს სიყვარულს. შემდეგ შენ ვერ გაეკიდები ისეთ ადამიანს, ვინც სიყვარულს არ გაძლევს. დედიკოს და მამიკოს გათამამებული შვილი თუ არ ხარ, ხო ხდები? საყვარელი შვილი, ვისშიც დებდნენ სიყვარულს, ყველაფერს ენერგიას. გამორიცხულია, ხო ხდები? გამორიცხულია, ანუ ეგეთი თუ არ ხარ, უბრალოდ ეგეთი თუ ხარ, რომ მიიღო ან სდიო ისეთ ადამიანს, ვისაც არ უყვარ ხარ. იმიტომ რომ შენ მიჩვეული ხარ, რომ უნდა უყვარდე. და რომ თუ არ უყვარ ხარ, მოსტყვნია პატრონი. ხო ხდები? ამიტომ ეგეც დაამატე, მოდი, აი ხო მოგეცი რჩევები, ეგეც დაამატე, მშობლებთან მოაგვარე ურთიერთობა. არ მოგწონს გერთულება, არ ვიცი, ნაწყენი ხარ, ის ხარ, ეს ხარ, დაიკიდე ეგ. იმიტომ რომ ეგეც ბოლოს მოგიღებს. ეგეც მოგსპობს. ადამიანი, რომელიც სიყვარულში იზრდება, ვერ გაეკიდება ისეთ ადამიანს, ვისაც არ უყვარს და ვისგანაც იღებს იმას. ეგ ყველაფერი მოდის რაღაცა იმეებიდან. პრობლემებიდან, რომელიც კარგად არ გადახარშე. კაი, წუხვარ ცოტა ისეთი რამე არის, მაგრამ საჭიროა რომ ადამიანს გასცე პასუხი და იდეალურ შემთხვევაში სწორ გზაზე დააყენო. არა, იცი რა არის, ყველას გვაქვს პერიოდი ცხოვრებაში, ხო? ახალგაზრდობაში, როცა რაღაცა შეცდომას დავუშვებთ. ან ზედმეტს გავსიმპავთ, ან ზედმეტ იმას შრომას ჩავდებთ მეორე ადამიანს. ან ის, ან ეს მართლა არის. მაგრამ ეს არ არის რა, იგივე кейსი, ეს არის ბევრად სერიოზული кейსი, რასაც ვერ მიაწერ უბრალოდ შეცდომას რაღაცას. ამას სჭირდება ჩაჯდომა, ინტროსპექცია, დრო და რაც მთავარია მოქმედება. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.